ეს ფული სულ მალე გაქრება. ბულგარული ეროვნული ვალუტის ლევის დღეები დათვლილია. ბულგარეთს სურს, რომ ევროკავშირის ერთიანი ვალუტა ევრო შემოიღოს. ბულგარეთში მრავალი წლის განმავლობაში გატარებულმა რეფორმამ ნაყოფი გამოიღო. ბულგარეთი ევროკავშირის 21 წევრი ქვეყანა იქნება, რომელმაც ეროვნული ვალუტა ევროთი უნდა ჩაანაცვლოს. ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე მწვანე შუქი აუნთო ამ პროცესს. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები და ხელისუფალნიც მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას. 2026 წლის 1 იანვარს ევრო და ევროცენტი ბულგარეთშიც შევა. აი ასეთი იქნება ბულგარული ევროს მონეტები. 1999 წელს ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ შემოიღო ევრო. საბერძნეთი ევროზონას მოგვიანებით შეუერთდა. მას მიჰყვნენ სლოვენია, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და 2023 წელს ხორვატიაც. ევროს ვალუტას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ იყენებს. აი ასე გამოიყურება ევროზონა დღეს. ხოლო მომავალ წელს ეს რუკა ცოტა შეიცვლება. ბულგარეთი ევროს შემოღებისთვის დათმულ ყველა პირობას ასრულებს. სამომხმარებლო ფასები ნელა იზრდება. ბიუჯეტის დეფიციტი დაბალია. ვალის ტვირთიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროში, ხოლო გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები სტაბილურია. სტაბილური ვალუტის უპირატესობა აშკარაა. ნაკლები ინფლაცია მაღალ მწყილველუნარიანობას ნიშნავს. საზღვარზე საჭირო აღარ იქნება ვალუტის გადახურდავება. მოქალაქეები მოგებული რჩებიან. დაბალ საპროცენტო განაკვეთს მეტი ინვესტიცია შემოაქვს. ეკონომიკა იზრდება და კეთილდღეობის დონეც მაღლდება. ბულგარელი ულტრანაციონალები და კრემლის მომხრე ძალები ევროს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. ყოველი მეორე ბულგარელი ევროზე უარს ამბობს. ხალხს ინფლაციის ეშინია. ბულგარელების 66% დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ჯერ არ არის მზად ამისთვის. არა და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი ერთხმად ამბობს. ბულგარეთმა შეასრულა საშინაო დავალება და მზად არის ევროსთვის. გადაწყვეტილება მიღებულია. ბულგარეთი შემოიღებს ევროპის ერთიან ვალუტას. ცვლილება 2026 წლის დასაწყისში მოხდება. ბულგარულ ღვინოში ამის შემდეგ ლევის ნაცვლად ევროს გადაიხდიან. ვცდილობ გავარკვიო მაინც რას ნიშნავს კონკრეტულად ევროს შემოღება. ამას უფრო მეტი უპირატესობა ახლავს თუ დანაკარგი. პირველად ბულგარელ მევენახეებს ვესტუმრე. მეღვინეობას აქ 4000 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და აქაური ღვინო ხმელთაშუაზღვისპირეთშიც კი გაგქონდათ. ივაილო ანტონოვი ბესაველის მეღვინეობის მმართველი დირექტორია. მისი ვენახი შესანიშნავ მდგომარეობაშია, მიუხედავად 40 გრადუსიანი სიცხისა. ჩვენ სირას ჯიშის ვენახში ვიმყოფებით. ხედავთ როგორი ჯანსაღი მტევანიცაა. წელს ნამდვილად კარგ მოსავალს ველოდებით. აქ 41 ადამიანი მუშაობს და წელიწადში 720,000 ბოთლ ღვინოს ასხამენ, რომლის 80%-იც ექსპორტზე გადის. ვალუტიდან ვალუტაში გადახურდავება წამგებიანია. ღვინოს საზღვარგარეთ ევროში ვყიდით, მაგრამ როდესაც ბულგარეთში ამ ფულით ნედლეულს ვყიდულობთ, ევრო ლევში უნდა გადავახურდავოთ. ამიტომ ძალიან ძვირს ვუხდით ბანკებს, რათა ევრო ლევში გადავიტანოთ და პირიქით. ევროს შემოღება ტრანზაქციების ხარჯს გაქვითავს და ბულგარეთი ფულს დაზოგავს. სოფელ დოგანოვოში ვასილს შევხვდი. მან 14 წლის ასაკში ისწავლა კობრის დაჭერა და მომზადება. ბუღალტერიაშიც ერკვევა. იგი 7 წელია მუშაობს თევზსაშენი ტბორის ნაპირზე მდებარე რესტორანში. ვასილი დარწმუნებულია, რომ ევრო ინფლაციას გამოიწვევს. ფასები მოიმატებს, ხელფასები კი იგივე დარჩება. ეს ცოტა არ იყოს მაშინებს. ბულგარეთის საზოგადოება ორად არის გახლეჩილი: ევროს მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად. მემარჯვენე პოპულისტები ინფლაციის შიშს აღვივებენ და დიდ დემონსტრაციებს აწყობენ. ვასილის მსგავს ხალხს შიში ეუფლება. ნამდვილად არ მომწონს ლევზე რომ უარს ვამბობთ, რადგან ბანკნოტებზე ბულგარეთის სახელოვანი ადამიანები არიან გამოსახული. პრინციპში ჩვენი ეროვნული იდენტობის ცოტათი დათმობა მაშინებს, რადგან ბულგარელები ძალიან თვითმყოფადები არიან. 3000 წლის ისტორია გვაქვს. ხალხს ეშინია, რადგან ისეთი განცდა გვაქვს, რომ ევროპა გუშთან თქავს. ისევ ბესაველის მეღვინეობაში დაუბრუნდი. მეღვინე ანტონოვი კატეგორიულად არ ეთანხმება თევზის მომზადების ოსტატის, შეფ მზარეულის მოსაზრებას. საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე უარის თქვა ნიშნავს თუ არა საკუთარ ეროვნებაზე უარის თქვას. ბულგარეთი მომავალშიც ბულგარეთად დარჩება? რა თქმა უნდა, დიახ. ევრო მსოფლიოში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა. ჩემი აზრით, ამით უნდა ვიამაყოთ.
In der bulgarischen Hauptstadt Sofia treffe ich ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პლამენ რალჩევს შევხვდი. იგი ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. Bulgariens Entscheidung zur Einführung des Euro. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. პრინციპში ბულგარელი მოქალაქეებისგან უამრავი კითხვა შევაგროვე. შესანიშნავია. მოდი ჩამოვხდეთ. Here we go. აი ასე. პირველი კითხვა აქვს ახალგაზრდა კაცს, რომელიც 21 წლისაა. მოდი მოვისმინოთ. Here he comes. My question is მე ასეთი კითხვა მაქვს. რატომ ვაკეთებთ ამას და რა საჭიროა? ბულგარული ლევი ხომ ძალიან სტაბილური ვალუტაა. it's a very stable currency. რას უპასუხებთ? ბულგარეთმა იკისრა ევროს შემოღების ვალდებულება ევროკავშირში გაწევრების ხელშეკრულების ფარგლებში. ასე რომ საკითხავი ის კი არ არის რატომ, არამედ როდის. მაინც როდის არის შესაფერისი დრო? იმიტომ რომ ბულგარელების 66% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არ არის ევროსთვისო. მე არ ვურჩევდი მეტის მოცდას, რადგან ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იქნება 2 ან 3 წლის შემდეგ. ვითარება შესაძლოა გაუარესდეს. პრობლემა ის არის, რომ ბულგარეთში პროევროპული განწყობა არ არის საკმარისად მყარი. One out of ყოველი მეორე ბულგარელი ამბობს უარს, არ გვინდაო ევრო. ეს როგორ უნდა აუხსნათ? ზოგიერთი მათგანი თავს ევროპელად აღიქვამს, ზოგიც უნიკალურ ბალკანელ ხალხს მიაკუთვნებს თავს. ასე რომ საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიური კომპლექსები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ საბდგავარ და საით უნდა წავიდეს როგორც ერი. და რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი ურყევი პერსპექტივა, რუსეთთან დამოკიდებულება. ბულგარელი საზოგადოების რუსეთის მომხრე და მოწინააღმდეგე ბანაკებად დახლეჩა ძალიან საშიშია. In pro-Russian, anti-Russian segments is very disturbing. რამდენად არსებობს ევროს შემოღებასთან დაკავშირებით ინფლაციის რისკი? This is a psychological manipulation. ეს ფსიქოლოგიური манипуляციაა, რომ თითქოს ყველაფერი გაუარესდება. ფასები გაიზრდება. ჩემი მოსაზრებით ევროზონაში შესვლის შემდეგ ფასები დაიკლებს, რადგან ბაზრის ლოგიკა დაანახებს ბიზნეს ოპერატორებს, რომ უმჯობესია დაწიონ ფასები ევროში, თუ სურთ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ. Be competitive on the market. რატომ უნდა შეუერთდეს ბულგარეთი ევროზონას? მაინც რა სიკეთეს მოუტანს ეს? Externally, the ქვეყანას საერთაშორისო სარბიელზე უფრო სტაბილურად აღიქვამენ. ეს ღუზის ჩაშვებას გავს. ეს არის სამაშველო ნავი, რომელშიც უნდა ჩავსხდეთ. use